მოგესალმებით, მეგობრებო, გავაგრძელოთ თომას სახარების წაკითხვა და განმარტება. მე-9 მუხლიდან. თქვა იესომ, აი გამოვიდა მთესველი, აივსო ხელი მარცვლებით და მიმოაბნია თესლი. მაგრამ ზოგი გზის პირას დავარდა, მოფრინდნენ ფრინველები და აკენკეს ისინი. ზოგი ქვაზე დავარდა, ფესვი ვერ გაიდგა მიწაში და თავთავი ვერ აღმართა ზისისაკენ. და ზოგი დავარდა ეკლებში, მათ მოაშთეს თესლი და მატლემა შეჭამეს ისინი. ზოგი კი ჩავარდა კეთილ მიწაში და კეთილი ნაყოფი გამოიღო ზეცაში. ამან მოიტანა 60 ზომა ერთზე და 120 ზომა ერთზე. წავიკითხოთ განმარტება. აი უყურეთ, გამოვიდა მთესვარი, რომ დათესოს თესლები, აიღო მან ერთი მუჭა თესლი და განაბნია ისინი. ზოგი დავარდა გზაზე, მოფრინა ფრინველები და აკენკეს ისინი. როდესაც მაცხოვარი და ადარებს ნიადაგებს ადამიანთა გულებს, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ადამიანები განპირობებულნი არიან თავიანთ შესაძლებლობებში და თუ არ დაიბადე ნოყიერ ნიადაგად, აღარაფერი არ გეშველებაო, არამედ პირიქით. ნიადაგის მაგალითი იმიტომაა მოყვანილი, რომ ყოველნაირი ნიადაგი შეიძლება გადამუშავდეს და გახდეს ვარგისი მეურნეობისათვის. ასეთი განმარტება ეს. ეხლა წავიკითხოთ მე-10 მუხლი. იესომ თქვა, მე ჩავაგდე ცეცხლი ქვეყანაზე და აი მე ვიცავ მას, ვიდრე იგი არა აგიზგიზდება. იესომ თქვა, მე ვსტყორცნე ცეცხლი სამყაროში და აი მე ვიცავ მას, სანამ ის არ აგიზგიზდება. განმარტება. ეს მითითება მოსდევს წინას იმედის მომცემ და შემდგომი მოღვაწეობის არ გასანელებლად, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ თესლი დაეცემა გზაზე, ზოგჯერ ქვაზე და ასე შემდეგ, მაგრამ არ შეანელო მოღვაწეობა, უფალი იესო ქრისტე დგას და გელოდება, სანამ თესლი არ დაეცემა ნოყიერ ნიადაგზე და არ აღინთება ცეცხლი. ასეთი განმარტება, ესე იგი, ნაყოფი რო დაეცემა მიწაზე, სანამ არ გამოიღებს თესლი, სანამ არ გამოიღებს ნაყოფს, იქამდე ცეცხლი არ აღიქმნება. მე-11 მუხლი. იესომ თქვა, ესცა და გარდაივლის და ის, რაც მის ზევითა გარდაივლის და ისინი, რომლებიც მკვდრები არიან, არ არიან ცოცხლები და ისინი, ვინც ცოცხლები არიან, არ მოკვდებიან. განმარტება. ეხლა წავიკითხოთ. ვინც ხორციელი ბუნების ინტერესებით ცხოვრობს, ისინი მკვდრები არიან. რომლებიც მკვდრები არიან, კი, არ არიან ცოცხლები. ანუ ხორციელი ბუნების ინტერესებით ვინც ცხოვრობს, ისინი მკვდრები არიან. რადგან მატერია ხომ მკვდარი მასაა და ვინც მიწიერია, ის არ ცოცხლობსო. მაგრამ ისინი, ვინც ღმერთის ძიებაში განლევენ თავის ცხოვრებას, ისინი ნამდვილად ცოცხლები არიან და აღარ მოკვდებიანო. ასეთი განმარტება არის. ესე იგი, ვინც აყოლილი არის ხორციელ საკითხებს, რა ჭამოს, რა სვას, რა შეიცვას, სად რა გაატაროს დრო, ვისთან წავიდეს საკეიპოდ, რომელ დღესასწაულებზე და დაბადების დღეებზე იაროს, ასეთი ადამიანები არიან ხორციელები, ანუ მკვდრები და ჩვენ უნდა გვეწოდებოდეს ისინი. ხოლო ისინი, ვინც ღმერთს ეძებენ და ყოველგვარ ფინანსებს დებენ ღვთის შესწავლაში, ღვთის სიტყვის შესწავლაში და თავიანთი ხარჯებით ცდილობენ უფრო მეტი და მეტი გაიგონ ღმერთის შესახებ, ისინი არიან ცოცხლები, რომლებიც აღარ მოკვდებიან. მე-12 მუხლი. იმ დღეებში თქვენ ჭამდით მკვდარს, თქვენ ყოფდით მას ცოცხალს. როდესაც თქვენ აღმოჩნდებით ნათელში, რას გააკეთებთ? ამ დღეს თქვენ ერთი, თქვენ გახდით ორნი. როდესაც თქვენ გახდებით ორნი, რას გააკეთებთ? განმარტება. იმ დღეებში, როდესაც თქვენ დაკავებული იყავით ამ მატერიალური სამყაროს სურვილით და დანთქავდით მას სულ მოუთფელად და ამით ანიჭედით მას, სიცოცხლის ნიშანს, როდესაც თქვენ აღმოჩნდებით ნათელში, ეს ნამდვილად მოხდება თქვენი სხეულის სიკვდილის შემდგომ, როცა წარსდგებით ღვთაებრივ ნათლის წიაღში. აი მაშინ რას იზამთო თქვენ? რამოთო თქვენ ვითარცა სული იყავით ყოველთვის ერთი და განუყოფელი და მიწიერი სიხარბის გამო გაიყავით ორად და ეს გაყოფილი ორად რას იზამთ თქვენ? ანუ ესეთი განმარტება არის, აქ ძალიან მნიშვნელოვანი მუხლია, ნახეთ. ადამიანი, რომელიც ეჩვევა მკვდარ სხეულის ცხოვრებაში და არ ფიქრობს სულიერზე, გაუჭირდება ის, როდესაც გარდავა სიკვდილის შემდეგ
სულიერ ცხოვრებაში. და რაც გააკეთებთ თქვენ, როდესაც აღმოჩნდებით ნათელში. რა თქმა უნდა, გაუჭირდება. იქ არ არის მატერიალური ზრუნვა, იქ არის მხოლოდ და მხოლოდ სიკეთეზე და სულიერებაზე. ამ დღეს თქვენ იყავით ერთნი, მაგრამ გახდებით ორნი. ხედავთ, ანუ ჩვენ როდესაც სულიერი არსებებად შეგვქრა და ჩვენ არა ვართ მარტო მატერია, არამედ სულში, როდესაც სულზე ფიქრობთ, ჩვენ უკვე აღარ ვართ მატერია. ასე რომ როდესაც გადავალ ის მატერიაში მოფიქრალი ადამიანები სულიერში, რას იზავენ მასში? გახდებიან ორნი. იმიტომ რომ გაუჭირდებათ მას სულიერი ცხოვრება და მატერიალური ცხოვრება ერთად. იქ გაიყოფა სული, სულისა და სხეულის სურვილები. ანუ ვინც სულიერად არ ცხოვრობდა, მისთვის იქნება გაორება ხორციელში. როცა თქვენ გახდებით ორნი, რას გააკეთებთ? კი ბატონო, ანუ როდესაც ნათელში გადავლენ სიკვდილის შემდგომ და იქ აღარ იქნება ხორციელის საჭიროებები და თვითონ ხორციელად იცხოვრეს, რას გააკეთებთ ამ დროს? ამბობს მაცხოვარი. მოწაფეებმა უთხრეს იესოს, ჩვენ ვიცით რომ შენ წახვალ ჩვენგან. ვინ არის ის, რომელიც იქნება ჩვენზე უმეტესი? იესომ უთხრა მათ, იმ ადგილას, სადაც თქვენ მოხვედით, თქვენ წახვალთ იაკობი მართალთან, ვის გამოც შეიქმნა ცა და მიწა. ახლა განმარტება. ანუ აქ ნუ ვიფიქრათ, ისეთი თქოს მაცხოვრის მოწაფეები უგუნური და პატიმოყვარი ადამიანები იყვნენ და ქიშპობდნენ ერთმანეთს შორის და სურდათ პირველობა. ხომ თვით მაცხოვრის დამცირება იქნებოდა, არა, უბრალოდ ისინი ეკითხებიან. ეს ხომ თვით მაცხოვრის დამცირება იქნებოდა. როდესაც პირველობაზე ლაპარაკობდნენ, თუ ეს მათი ჯინი იყო სიხარბის. მაცხოვრის დამცირება იქნებოდა, არა, უბრალოდ ისინი ეკითხებიან რელიგიური სტრუქტურის შესახებ, ორგანიზაციულობის, ეკლესიის მოწყობის შესახებ. მაცხოვრმა იცის, რომ ადამიანს სჭირდება ხელმძღვანელი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას თავის თავზე. ასევე იცის, რომ დაქვემდებარების და მორჩილების გარეშე ადამიანს არ ძლევს განთავისუფლება თავისი პატარა ამბიციური პროპიონებისგან. და ამიტომ ურჩევს იაკობს. როცა მაცხოვარი ამბობს წადით იაკობ მართალთანო, ამით გვეუბნება მოძღვრად აირჩიეთ მართალი და უტყუარი ადამიანი, რომელთა გამოც შეიქმნა ცა და დედამიწა. აქ კიდე მე დავამატებდი ერთ მნიშვნელოვან საკითხს. იაკობ მართალი ეს არის ძველი აღთქმა, მეგობრებო, და როდესაც იესო ამბობს, რომ წადით იაკობ მართალთან, ესენი არიან იაკობის ნაზარებლები, ანუ ადამიანები, რომლებმაც აღიარეს ძველი აღთქმის ღმერთი და ძველი აღთქმის ეკლესია, რომელიც იყო ქრისტემდე და აღიარეს იესო ქრისტე, როგორც ქვეყნის შექმნამდე მამასთან ყოფი, უზენაესის მიერ ცხებული, იახის მიერ ცხებული. ამ ადამიანებზე საუბარი, რომ მოძღვრად გაიხადეთ, ანუ მასწავლებლად გაიხადეთ იაკობ მართალი, ანუ იაკობ მართლის მიმდევარი, ვინც იაკობ მართალთან მართლის გზაზე დადის და ესეთები არიან იაკობის ნაზარებლები. გავაგრძელოთ მე-14 მუხლი. იესომ უთხრა თავის მოწაფეებს, მიმამსგავსეთ მე, მითხარით მე, ვის ვგავარ? სიმონ პეტრემ უთხრა მას, შენ სამართლიან ანგელოზს გავხარ. მათემ უთხრა მას, შენ ბრძენ ფილოსოფოსს გავხარ. თომამ უთხრა მას, მოძღვარო, ჩემი ბაგენი ვერაფრით წარმოთქვამენ, ვის გავხარ შენ? იესომ თქვა, მე არ ვარ შენი მოძღვარი. ამიტომ შენ შესვი, შენ წყურვილი მოიკალი დუმღარე წყაროდან, რომელიც მე არ ავწყი. და მან მოკიდა ხელი, გაიყვანა იგი და უთხრა მას სამი სიტყვა. თომა და როცა თომა დაბრუნდა თავის სამხანაგებთან, მათ კითხეს მას, რა გითხრა შენ იესომ? თომამ უთხრა მათ, თუ მე გეტყვით თქვენ ერთს იმ სიტყვებიდან, რომლებიც მან მითხრა მე, თქვენ აიღებთ ქვებს, ისვრით მათ ჩემსკენ, ქვებიდან ცეცხლი გამოვა და დაგწვავთ თქვენ. ხა განმარტება. პეტრე მაცხოვარს ხედავს ზეციურ მაუწყებლად. როდესაც ეუბნება, რომ შენ ხარ სამართლიანი ანგელოზი. ამსგავსებს სამართლიან ანგელოზს პეტრე. იგი ხედავს მასში უხილავი ღმერთის ხილულ უწყებას, რომელიც აღემატება მიწიერ ხილვებს. მათი ამბობს, რომ მაცხოვარი მისთვის არის ის გონება, რომელმაც შეიცნო მთელი სამყარო, მთელი საიდუმლოებები ყოფიერებისა. აი მათეს რონება, შენ ბრძენ ფილოსოფოსს გავხარო. თომა კი თავისი ნათქვამით გვიცხადებს იმ უმაღლეს ჭეშმარიტებას ღმერთის არსების შესახებ, რომ ღმერთი აბსოლუტურად სულ სხვა, ვიდრე მთელი არსებული სამყარო. ეს არის ღმერთის გააზრების სიმბოლო და დამამთავრებელი ხედვა. პეტრე სახია წესისა და რჯულის სიმტკიცის, მათე შემეცნებისა და სიბრძნის მოყვარეობის. ეს ორივენი კი, ანუ პეტრეს და მათეც ჭვრეტის მეგობრები არიან, თუმცა
მათ არ ძალუთ განმარტოვება ღმერთთან ამ სამყაროს საზღვრების დატოვებით, ანუ მატერიალურად ფიქრობენ პეტრეს და მათეც. ხოლო თომა არის ის სახე, რომელიც სურს მაცხოვარს, რომ მისი სწავლების მიმდევრებმა მიჰბაძონ მას. თომას დამოკიდებულება ჭეშმარიტების სწორი ცოდნა, რამე თუ იგი ჭეშმარიტება აღემატება სიტყვას ღმერთთან მიახლოებული ადამიანს არ ძალუძს გამოთქვას, აღწეროს, ან შეადაროს ღმერთი რაიმეს. ღმერთის შემეცნება ხომ გონება განსჯითი სფეროს იქითაა და მეტიც მანამ სანამ ადამიანი არ შეწყობს აზროვნებას და სანამ გონება არ დადუმდება, მანამდე იგი ვერ მიახლება ღმერთს. 9 ნეტარებაში ხომასე წერია, ნეტარი იყვნენ გლახაკნი, რამე თუ მათი სასופველი ცათაო. სიგლახაკი ხომ არაფრის ქონას ნიშნავს და ნეტარია ის, ვისაც სულში არ გააჩნია არანაირი აზრი, შეხედულება, ფიქრი, ვისი გონებაც სარიელი, ასევე გულით წმინდა, მაშინ, როდესაც მასში აღარა არანაირი ნდომა, სურვილი, ტოლვა და განწყობა. აი ასეთ დროს უფალი ეუბნება თომას, რომ მე არა ვარ შენი მოძღვარიო. რატომ? იმიტომ რომ ადამიანი გაუთანაბრდა ღმერთს, იგი გახდა მისნაირი, მისი ტყუპისცალი. როგორ? მან უთხრა, რამე თუ შენ შესვი, შენ დარწყულდი წყაროს წყლიდან, დუღარე წყლიდან, რომელიც მე მაქვს. ესე იგი, რომლის შესახებაც სამარითა დედაკაც ჭასთან ეუბნებოდა. ეს ის წყაროა. იქ მაცხოვარი ეუბნება, რომ ღმერთი არის სულიო და სულით და ანუ შინაგანითა და ჭეშმარიტებით ხდება მისი თაყვანისცემა, ანუ იმ სინამდვილის აღმოჩენაში, რომელიც არის შინაგანი არსი და ეს არის ის წყარო მდუღარე, რომლის მგემებელი მოიკლავს წყურვილს, როდესაც შესვავს მას. და მან მოჰკიდა ხელი და გავიდნენ გვერდზე. თომა და იესო მოჰკიდა ხელი და გავიდნენ გვერდზე. ვინც შეიცნო ღმერთი გამოუხატავი, წარმოუდგენელი, აღუწერელი და ყველაფრისგან განსხვავებული, იგი მარტოდება ღმერთთან განრიდებული ყველაფერს, უფრო სწორად ღმერთი თავად კიდევს მას ხელს და უწყებს თავის საიდუმლოებებს. იესომ სამი სიტყვა უწყა თომას და საინტერესოა რა, მოციქულების კითხვაზე თუ რა გითხრა იესო, თომა პასუხობს, რომ იმ სიტყვათაგან თუნდაც ერთი რამე ვთქვა, ქვებით ჩამქოლავთო. იმ დროში კი ქვებით ჩაქოლა ხომ ებრაელებში იმათ მიმართ იყო დადგენილი საჭირად თუ ვინმე გაუტოლებდა თავს ღმერთს. მაცხოვარიც ხომ ჯვარს იმიტომაც რომ თქვა ძევა რო ღვთისა, დაამბრალდებით მოკლესო რომ ტოლია ღმერთისაო, დააბრალეს. ასე რომ ვივარაუდოთ, იმ სამი სიტყვის მიმართებაში გამოდის, რომ იესომ უთხრა თომას, შენ ხარო ძე ღვთისაო, მამა და შენ ერთნი ხართო და სული წმინდა და შენ ერთნი ხართო. აი ამის მოსმენას ვერ დაიტევდა პეტრე, კლდოვანი საძირკველი წესისა და მათეს სიბრძნე ღვთისმეტყველების სიღრმისა და დაუპირისპირდებოდნენ რა საღვთო საიდუმლოების მაცოცხლებელ ღვთაებრივ ნათელს გადაიქცეოდათ წველ ცეცხლად ნასრური ქვებიდან. ასეთი განმარტება ეს მეგობრებო, ახლა წავიკითხოთ, სანამ მე-15 მუხლს წავიკითხავდი, იქამდე მინდა მოკლე შესავალი, ისე მოკლე კომენტარი გავაკეთო, კონკრეტულად აქ რაზეა საუბარი. იესო ქრისტემ როგორ თქვა, იესო ქრისტემ თომას უთხრა, რომ შენ ხარ ძე ღვთისა. ძე ღვთისა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცით ვიღაც მსგავსი არის ღმერთის. ძე ღვთისა და ძე კაცისა ეს არის ერთი და იგივე პიროვნება მეგობრებო, ასე რომ თომას როცა ეუბნება, რომ მე უკვე აღარა ვარ, მე არა ვარ შენი მოძღვარი, არამედ შენ უკვე შესვი იმ წყაროდან, დუღარე წყაროდან, რომელსაც ვიძლები, ხო, რომელსაც მე ვიძლები, როგორც სამარითა ქალს ეუბნება. ანუ თომა გახდა იესოსნაირად იგივე ძე ღვთისა. და შენ ხარ ძე ღვთისა, ეს უთხრა სავარაუდოდ თომამ ასეთი განმარტება არსებობს. გავაგზავნოთ მე-15 მუხლი. იესომ თქვა, თუ თქვენ მარხულობთ, თქვენს ცოდვას ბადებთ თქვენში და თუ თქვენ ლოცულობთ, თქვენ განეკითხებით და თუ თქვენ მოწყალებას არიგებთ, თქვენ ავნებთ თქვენ სულს. თუ თქვენ რომელიმე რაიონში და ქალაქში შეხვდა და შეგიწნარებენ, ჭამეთ, რაც შემოგთავაზონ, განკურნეთ მათ შორის ნეუნი, იცოდეთ ის, რაც შევა თქვენს ბაგეებში, არ წაგბილწავთ თქვენ, არამედ თქვენი პირიდან გამომავალი წაგბილწავთ თქვენ. განმარტება: სამი რამ მარხვა, ლოცვა და მოწყალება მიეკუთვნება სამ სფეროს, სხეულს, გონებას და გულს და სამივე მხარე ექვემდებარება ადამიანის შინაგან საბაბს და თუ რა საბაბით აკეთებს ადამიანის სამივე სფეროს მოქმედებებს, თუ კი საბაბი არა, უშუალოდ ღმერთის ხილვა. ამ სამ მოქმედებას არ აქვს აზრი და პირიქით აზიანებს კიდეც ადამიანის სულს. ესე იგი მარხვა, მოწყალება და ლოცვა უნდა ხდებოდეს მხოლოდ ქრისტესთვის.
ქრისტეს გამო თუ არ კეთდება ეს და პირადი ამბიციების გამო, რომ იქ ვიღაცა არ გაზიარებს, ვიღაცა რაღაცა თუ ამას არ დაიცავ, იმას არ მოგცემს, რაღაცის მიღების სანაცვლოდ თუ აკეთებს და არა ქრისტეს გულისათვის, ქრისტეს სიყვარულისათვის, რომ მასში გამოისახებოდეს ქრისტე, ხო? მაშინ ესეთი მარხვაც, მოწყალებაც და ლოცვაც არის საზიანო ადამიანის სულისათვის და ჯობია ნუიმარხულებს. თუ მიგიღებენ, მიდი და ჭამეთ ის რასაც მოგიტანენო. ანუ ის აზრია ჩადებული, რომ მივიღოთ ყოფისთვის ყველანაირი სახე, ჩვეულება, კულტურა, ტრადიცია, ყოფა, აბა გავიხსენოთ პავლე მოციქული, რომელიც გვეუბნება, მეო ყველასთან ყველა გავხდიო, დიდთან დიდი, ბავშვთან ბავშვი, ელიდან ელი, წარმართიდან წარმართი, იმიტომ რომ მომენადირებინა ისინი ქრისტესთვის, რაუდენ ხშირია დღესაც რელიგიურ ადამიანი მიდის სტუმრად, ასწავლის ქრისტიანობას, როგორც სიყვარულის რელიგიას და როდესაც მასპინძელი სიყვარულით ცდილობს გამომასპინძლდეს და პატივი მიაგოს, ეს ჩვენი მქადაგებელი სიყვარულისა გაბღენწილი აცხადებს, მე ამ საჭმელს არ ჭამო. ან მე ახლა მარხვაზე ვარ. მაცხვარი კი გვეუბნება გარეგნული თავისუფლებით განკურნეთ მათ შორის სულიერად შეკრული და ამონტყოფნიო. რამე თუ ის რაც შედის თქვენი ბაგებიდან, ანუ საჭმელი, ასევე ის რაც შედის ადამიანში ცოდნა, დანახული თუ შეხებული, ის კი არ ბილწავს. ჩვენ რა დავინახეთ, ან ჩვენ რა შევჭამეთ, გარეგნული კი არ ბილწავს. რადგან როდესაც ადამიანში ქრისტეს სიყვარულია, რაც არ უნდა შემოვიდეს მასში, იგი გადაამუშავებს მას ქრისტეს მიერ სიყვარული. სასარგებლოს აითვისებს, უსარგებლოს კი განაგდებს გარეთ. მოკლედ, მისი პირადი ნება თუ არაა ღვთის ნების გამტარი, მაშინ უდავოდ ბილწავს ადამიანს. თავარი მიზანი არ არის გარეგნული, რა შევა ჩვენს პირში, არამედ რა განწყობას გამოვიცვეთ ჩვენ იმ მასპინძელში, რომელიც ჩვენ გვიღებს. ამრიგად მაცხვარი გვასწავლის, რომ ნუ ვიქნებით წუხარენი მარხვის დროს, რათა თვალთმაგცურად ადამიანებს მარხველებად არ ვაჩვენოთ თავი და ნურც ხვის დასანახად ვილოცებთ ხანგრძლივად და ნურც მოწყალებას გავცემთ იმაზე ფიქრით, რომ მისგან სანაცვლოს რამეს მივიღებთ და ვიღაც დაგვიფასებს და ვიღაცის დასანახად გავაკეთებთ ამ ყველაფერს. ან კიდევ შენ ხარ წყარო მოწყალების თითქოს და ღვთისთვის მოსაწონს კი არა, ხალხში განდიდებისათვის აკეთებ ამას, რომ აი რა კარგი კაცია, ნახეთ უყურე ფულს, როგორი ამდენი ფული მისცა, როგორი ეხმარება ადამიანს. მაშინ შენი სული აღსებულია თვითმაყოფილები და ეს კიდევ უფრო გამძიმებსო. აი არიან ადამიანები, რომლებიც სიკეთეს აკეთებენ და სახალხოდ აკეთებენ. აი ეს ლაივებს წერენ, დებენ ამაში, ვიდეოებით იღებენ, როგორ ეხმარებიან ადამიანებს და იესო ქრისტე ამბობს, რომ ესეთი ადამიანი არის თვითმაყოფილი. ეს არ არის უკვე ქრისტესთვის არ კეთდება ეგ. ეგ მოწყალება, ეგ სიკეთე არ არის. ეგ კეთდება შენთვის, შენი განდიდებისათვის, თვითმაყოფილებისათვის და როგორ პოპულარიზაციისთვის. ამას ქრისტიანობა გწადავს. მე მგონი მეგობრებო, დავასრულოთ უნდა ჩვენი ლაივი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მე-16 მუხლიც უნდა ჩავწერო და მე დავასრულოთ. იესომ თქვა, რა ჟამს დაინახავთ კაცს, რომელიც ქალისაგან არ არის ნაშობი, პირქვე დაემხედეთ აყვანეთით მას, ის თქვენი მამაა. განმარტება, რატომ მოძდებს ეს მითითება წინას, ვინ შეიძლება იყოს ის, ვინც ქალისგან არაა ნაშობი? საინტერესოა, ხო, ანუ ესე იგი ყველანი ქალისგან არ არიან დაბადებული. არიან არსებები, რომლებიც ქალისგან არ არიან დაბადებული, მაგალითად მელქისედეკი. საინტერესოა, ვინ არის მელქისედეკი. იმიტომ მოდევს ეს მუხლი წინას, რომ არც მარხვა, არც ლოცვა, არც მოწყალება არ იძლევა მასთან მიაღლებას, თუ ისინი არ არიან წარმართულნი ამ ნათლის მოპოვების გულისათვის და ზუსტად ეს ღვთაებრივი ნათელია ქალისაგან უშობელი. ხედავთ როგორ განმარტება. ხოლო თუ კი თქვენ მიხვალთ ადამიანებთან სიყვარული და მიიღებთ, რასაც შემოგთავაზებენ და სანაცვლოდ აუწყეთ ღვთის მოწყალების შესახებ და ეცდებით გაუგოთ და მათი თვარი დაინახოთ სამყარო და მათი პრობლემები და ამით განკურნოთ ისინი სევდისა და ულმეტობისაგან, აი მაშინ მოხდება ისე როგორც პავლესთან. თქვენ შეხვდებით იმას, ვინც ქალისგან არაა ნაშობი, ცოცხალ სინათლეს და ნუ დაიწყებთო იმის გარჩევას თუ ვინაო, რადგან იგი მამაო თქვენი, გეუბნება მაცხოვარი. ხედავთ მეგობრებო, რომ ხელა სიღრმე არის ამაში. ჩვენ თუ გვინდა რომ ჭეშმარიტად ვეზიაროთ სინათლეს, ჭეშმარიტება თავად სინათლე არის. ხო, ეს ჩვენში არის, ჩვენს თვალებში, ჩვენს თვალებში არსებული შუქი არის. შენი შუქით ხედავთ სინათლეს თუ დავითი რომს. შენი ჯული ჭეშმარიტებაო, შენი ჯული შუქია ჩემს თვალებში.
აი ამით თუ ხელმძღვანელებ ჩვენ და ვივლით ხო და არა იმით რა უჭამოთ რა ვსვათ და ვის როგორ ვაუწყოთ ჩვენ შესახებ რომ აი რა კაი ვარ, როგორ მოწყალება, აი როგორ მარხულობ, აი როგორ ღვთისმიერი ვარ, აი როგორ ლოცულობ, დღეში ამდენს ვაკეთებ, იმდეს ვაკეთებ, არა. აი ეს ადამიანებს ჩვენ ვერანაირად ვერ მოვიყვანთ ქრისტემდე. პირიქით დავაბკოლებთ და პირიქით ისინი საერთოდ დაგმობენ ღმერთს, აბა ის რანაირი ღვთისმსახურია. ძალიან ბევრია ჩვენს დამოკიდებული მეგობრებო, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც სხვას უქადაგებთ, ჩვენ ასევე მაგალითად უნდა მივცეთ. წმენა მარტო არ არის წაკითხულიდან დაჯერება, წმენა მოსმენიდან არის და მოსმენა ქრისტეს სიტყვიდან. და ამას ყველაფერს ჭირდება უკვე წმენის გამოვლინებები, ანუ ის ძიანი, ანუ ქმედებები, საქმეები, რაზეც საუბრობს იაკობ მოციქული და არა კონკრეტულად გაკეთებულის შემდეგ მოსულ მადლზე, არამედ უკვე მადლში ყოფი ადამიანის გარშემო ყოფებისადმი დამოკიდებულობაზე აქვს საუბარი. თუ რა საქმებს და რა ნაყოფებს გამოიღებს ის ხე, რომელიც დარგული არის მამის ნიადაგზე. ამიტომ ამბობს, რომ ის სინათლე, რომელიც მოვა თქვენთან, დაყვანեցით მას, რადგანაც ის არის მამა თქვენი, შემოქმედი სინათლე, რომელმაც ჩვენ შექმნა. საინტერესო მეგობრებო, დაგემშვიდობებით, თუ იმას რამე კითხვები გაქვთ, გამოიწერეთ ჩემი არხით და დაწერეთ კომენტარებში. მადლობა მოსმენისათვის.